ქართული ხმების სიმფონიური ორკესტრი და თეატრალური წარმოდგენები პრაღაში დღეს თბილისის დღეები გაიხსნა კულტურული პროგრამის პარალელურად ჩეხეთის დედაქალაქში ოფიციალური შეხვედრებიც მიმდინარეობს. პრაღის ცენტრალურ მოედანზე თბილისის დღეები ჯორჯიან ბრასის კონცერტით გაიხსნა. ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლის ერთსაათიან კონცერტს ვაცლავის მოედანზე მისული ტურისტებიც ესწრებოდნენ. თბილისში 5 ჯერ ვარ ნამყოფი და ძალიან მომწონს. რაღაცით იქაური არქიტექტურა პრაღასაც კი წააგავს. განსაკუთრებით ლამაზია ძველი ქალაქი. ძალიან მიხარია რომ პრაღაში თბილისის დღეებზე მოხვდი. არასოდეს ყოფილი ვარ საქართველოში, თუმცა ამ ულამაზესი ქვეყნის შესახებ ბევრი რამ მსმენია. მიხარია რომ თბილისის დღეებზე მოხვდი. აქ საშუალება მაქვს თქვენი ქვეყნის კულტურას უფრო ახლოს გავეცნო. პრაღის მთავარ მოედანზე შეკრებილებს შორის იყვნენ ჩეხეთში მცხოვრები ქართველებიც, რომლებიც საგანგებო დღევანდელი დღისთვის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდნენ. მომწონს გაიგებს ჩეხეთი რომ საქართველოს არსებობს და ეს ლამაზი ქვეყანაა და ეს კულტურა გვაგვაჩნია. ინტერნეტში უბრალოდ თვალი მოვკარიე რომ თბილისობა დაგდება თურმე პრაღაში და ძალიან გამიხარდა. რამდენიმე დღე აგრძელდებაო გავიგე და ძალიან სასიამოვნო. თბილისის დღეები პრაღაში დღეს ღიაცის ქვეშ გამართული კონცერტით გაიხსნა, თუმცა პრაღელები და ჩეხეთის დედაქალაქში ჩამოსული ტურისტები თბილისურ კულტურას ერთდროულად სხვადასხვა ადგილზე გახსნილი ექსპოზიციებითა და კონცერტებით ეცნობიან. პრაღის მერიის ფოიე დღესდილიდან თბილისის შესახებ გამოფენას მასპინძლობს. მუნიციპალურ შენობაში ექსპოზიციაზე ძველი თბილისის ქუჩებისა და სადარბაზოების ფოტოებია გამოფენილი. ეს გახლავთ ძველი თბილისის რეაბილიტაციის სამსახველი ფოტოგამოფენა და ასევე თბილისის უნიკალური სადარბაზოების სამსახველი ფოტოგამოფენა. თბილისის დღეებთან დაკავშირებით პრაღას ოფიციალური ვიზიტით დელეგაცია მერის ხელმძღვანელობით ეწვია. კულტურული ღონისძიებების პარალელურად ხელი თანამშრომლობის მემორანდუმსაც მოეწერა. სხვადასხვა მიმართულება, ძირითადად კულტურული, რითაც მინდა გავაღრმავოთ ქალაქებს შორის ურთიერთობა, რაც ბუნებრივია. ტურიზმს უწყობს ხელს, უწყობს ქალაქების პოპულარიზაციას. ქვეყნებს ბევრი აქვს საერთო, მათ შორის ღირებული არქიტექტურა, ღირსშესანიშნავი ადგილები და რა თქმა უნდა დიდი ხნის და ღრმა მეგობრობა. მართალია ეს მეგობრობა წლებია გრძელდება, მაგრამ თბილისის მერიის პირველი ვიზიტია პრაღაში. ეს მოვლენა განსაკუთრებით საზეიმოა. პრაღა თბილისის დღეებს პირველად მასპინძლობს. თბილისის დღეები ჩეხეთის დედაქალაქში ზეგ დასრულდება.